ბავშვის. სამი გარდასახვა, ანუ აკლემი ეს არის ადამიანის საზოგადოების და ცნობიერების კონდიცია, მდგომარეობა, როდესაც ის მუდმივად არის მორჩილებაში და ექვემდებარება თავსმოხვეულ რაღაცა თეორიულ, იდეოლოგიურ ღირებულებებს, იქნება სეკულარული თუ რელიგიური არ აქვს მნიშვნელობა და მას მოეწყობა du sollst, ეს გერმანულად, შენ უნდა და ეს არის მუდმივი მოვალეობის პროცესი და მუდმივი უნარობის პროცესი, ასე ვთქვათ, და არათავისუფლების პროცესი. შემდგომ მოდის ლომის ჟამი, ასე ვთქვათ, ასე ნიჰილისტური უარყოფილი სული, კარგი გაგებით, რომელიც ვთქვათ, გამოდის ამ მონური მდგომარეობიდან და იგი უარყოფს სწორედ აი ამ აკლემის მდგომარეობას. მაგრამ ნიჩესთვის მნიშვნელოვანი არა ეს და მე წინაზეც აღვნიშნე რომ ნიჩეს ფილოსოფია ნიჰილიზმი კი არ არის, ნიჩეს ფილოსოფია ეს არის ახალი ღირებულებების ცდა და ექსპერიმენტი ახალი ღირებულებების დამყარებისა და ეს არის მუდმივი პროცესი. და ამის სიმბოლოა სწორედ ბავშვი. ბავშვის ანუ ადამიანის გარდასახვის მესამე ფაზა, უმთავრესი ფაზა, რასაც თვითონ ზარათუსტრა ესწრაფვის. არა? ბავშვურობა ამ შემთხვევაში, ანუ და უმანკოება, ხო, ნიშნავს იმას, რომ ღირებულებათა დაფუძნება იწყება ახალი წერტილიდან. ხო, ვთქვათ, შემეცნებითი უმანკოების წერტილიდან და მერე უნდა შეიქმნას ახალი ღირებულებები და რაც თავარია ნიჩესთვის არ არსებობს ღირებულების რაღაცა ერთი პუნქტი, A და B პუნქტისკენ. ეს ღირებულებათა შექმნა და გადაფასება, ვიმეორებ, ეს არის უსასრულო პროცესი. აი, როგორც ბავშვის თამაში არის ასე თქვა დაუგეგმავი და არ არის A პუნქტიდან B პუნქტისკენ და ეს არის შემოქმედებითი ქაოსი, ასეთ შემოქმედებითი ქაოსი. სხვადასხვა მინდა თქვა, რომ ეს სიტყვა ქაოსი ნიჩეს რომანტიკოსების გერმანული რომანტიკოსებისგან აქვს აღებული, ისევე როგორც აი სიმბოლური ფიგურა, კულტურ-ფილოსოფიური ფიგურა პრომეთესი. ანუ მესამე და უმაღლესი ფაზა, სწორედ ფილოსოფიური და ეგზისტენციალური არსებობის არის ბავშვურობა. მუდმივი შემეცნების და კრიტიკის პროცესი, ღირებულებების შეფასების და გადაფასების. და ეს ღირებულებები, რა თქმა უნდა, უკავშირდება ღრმად სამყაროს ასიცოცხლო, ასე ვთქვათ, ეგზისტენციალურ საკითხებს. ვინ არის ადამიანი, რა არის ადამიანი, რა არის ღმერთი, რა არის სამყარო თავის არსში და აი ეს არის სწორედ ეს პრიმიული საკითხები და ნიჩე სწორედ ეს მისი ფილოსოფია, სწორედ აი ამისთვის განგვაზრახებს დღეს და ამდენად ეს ტექსტი მიაჩნია, რომ უაქტუალურესია. მაგრამ ცხადია ახლა ეს ქადაგებაც ისევე ჩაეგვის როგორც წინა ქადაგებანი მისი ეს ჯოგის მორალით შეპყრობილი უკანასკნელი ადამიანს რადია ყოვა ამ ქადაგებების მიმართ. შემდგომ გამომშვიდობება მოსწავლეებთან და ისევ მეორე დადეს მთაზე, თავის მთაზე. ესე ის ხელახლა უბრუნდება თავის შემეცნების პროცესის მეორე ეტაპს იწყებს იგი და აქ ის მარტოა. ფაქტიურად აი მე ხარ რას მეკიდე მივაქციო ყურადღება პროცესი აი ისევ და ისევ მიაქციეთ აი როგორი ქცევის წესი აქვს ზარათუსტრას ანუ როგორი ქცევის წესს თავაზობს ნიჩე როგორც ფილოსოფოსი ანუ როგორ უნდა იქცეოდეს ფილოსოფოსი ის ერთი მხრივ არის თვითშემეცნების მტკივნეულ პროცესში და ამავდროულად ის ჩართულია ცხოვრებაში ანუ ეგრეთ წოდებულ ისტორიულ პროცესში და მუდმივად არის ამ ისტორიულ პროცესზე დამკვირვებელი, მისი კრიტიკოსი და მამხილებელი რაც თავია. და ამავდროულად უკვე როდესაც ის მეორეჯერ არის თავის მთაზე, ანუ მეორეჯერ უღალდება თავის თავს და თვითშემეცნების პროცესშია, ის ამავდროულად თავის პირველ ჯერზე შემუშავებულ პოსტულატებს და დებულებების, ასე ვთქვათ, კრიტიკასაც ახორციელებს. და შემდგომ მას უჩნდება ეს შმაგის სიბრძნე ითხოვს უკვე ეს wilde Weisheit, აი როგორც ტექსტია. და ჩამოდის მთიდან და მიეშურება ეგრეთ წოდებულ ნეტარ კუნძულებზე. ახლა კუნძულის სიმბოლიკას მივადებით. ცხადია ახლა ეს კონკრეტული ის კი არ არის, რა ქვია, გეოგრაფიული პუნქტი, არამედ კუნძული ეს არის ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, სიმბოლოა. ჩვენ ვისაუბრეთ კუნძულებზე და სწორედ აი ეს კუნძულებია. კუნძული ამ შემთხვევაში როგორც ესა თუ ის იდეოლოგიური თუ ფილოსოფიური თეორია წმინდა სახით, თავისი წმინდა სახით. და აქ მე შემოგვიდგა კანტის მივაწერე, ანუ კანტიანური ტიპის, ჰეგელიანური ტიპის ფილოსოფია, ან სხვადასხვა ტიპის რელიგიური მოძღვრებები, ან იდეოლოგიური და დოგმატური ტიპის ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, კონსტრუქტებს
ნიჩე უძღვნის სიმბოლოს კუნძულის სახით. ანუ ეს არის შეზღუდული, აი როგორც თქვა ეს გეოგრაფიული წარმონაქმნი არის რაღაცა შეზღუდული წარმონაქმნი და გასახანს არ აძლევს თქვა ადამიანს რომ შემოფარგლულია. ხო, აი ანუ კაის ეს თვითონ კანტიანური თვით შემოსაზღვრა თქვა ასე შეგვიძლია უწოდოთ, როდესაც ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ანუ წმინდა წყლის თეორიული განაზრება, რომელსაც არანაირი გამართლება და სასინჯიქვა რეალურ ცხოვრებაში არ გააჩნია. და პირიქით, რეალურ ცხოვრებაში ამის საპირისპირო რამ ხდება? ან თქვა იგივე ჰეგელიანური თქვა რა ეს ტელეოლოგიის, ისტორიის ტელეოლოგიურობის პრინციპი, ან კანტიანური თქვა ტრანსცენდენტალური იდეები და ასე შემდეგ. ხო, ეს არის წმინდა წყლის ადამიანური ფილოსოფიური წმინდა სპეკულაციის, ანუ განაზრებების პროდუქტი, მეტი არაფერი. და ამის სიმბოლოს, ანუ კუნძული და ფაქტიურად კუნძულებზე აი ამ ნეტართა გლუგზელი, თან ცოტა დამცინავად არის ეს გლუგზელი, რა ესე თქვა ეს გლუგ ბედნიერება, ზელი ნეტარი და საინტერესოა რომ ასეთი ტიპის თეორიები ეს ფსიქოლოგია კარგად არის დაჭერილი ამ პრობლემებში. მუდმივად განიცდიან თვითკმაყოფილებას. ანუ ისინი არიან სისტემურები, თავის თავში ჩაკეტილები და თავი კმაყოფილები. და ისინი არიან ამ გლუგზელი, ძალიან ისე ნეტარი არის. და ნიჩეს და უბრალოდ ნუ იგივე ზარათუსტრას მისვლა ამ კუნძულებს ნიშნავს ამ კუნძულების კრიტიკას და ასეთი ტიპის აზროვნების უკუგდებას და ასეთი ტიპის კონსტრუქტების და სპეკულატიური აზროვნების მიერ შემუშავებული თეორიების უკუგდება. და ამ კუნძულებზე ხადაგებს სწორედ ჩვენი ზარათუსტრა თავის სიტყვას ზეკაცის შესახებ. და მოდი მე აქვე ვიტყვი ვინ არის ეს ზეკაცი ბოლოს და ბოლოს, ხო? ესე იგი, ზეკაცი ეს არ არის ვიღაცა ის ზებუნებრივი ძალით აღჭურვილი რაღაც სუპერმენი, ესე ვთქვი. ზეკაცი არ არის არც ვიღაც პოლიტიკური ბელადი, არამედ ზეკაცი არის ყოველ ჩვენთაგანი, ანუ ყველა და არავინ. ანუ პოტენციურად ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ზეკაცები და ან არ შეგვიძლია და ზეკაცობის ასი მდგომარეობს სწორედ აი ამ თამა ფილოსოფიურ კრიტიკულ პათოსში, ცხოვრებაში და აზროვნებაში. და ნუ ისევ და ისევ თუ დრო დაგვრჩა, კარგად გამოჩნდება აი ამ ქვეთავის მიხედვით, რომელსაც ქვია von der Selbstüberwindung, ანუ თვით დაძლევის შესახებ. და აქ არის საუბარი სწორედ. და ერთის დამამიშდა მე თქო, მაგრამ მე ხლა ვიტყვი, რომ ეს პოსტულატები ძალაუფლების ნების, ზეკაცის, მარადიულ დაბრუნების ეს ერთ კომპლექსში უნდა განვიხილოთ. ისინი ურთიერთ გამომდინარეობენ და ურთიერთ ავსებენ. იმდენად რამდენად როდესაც საუბრობ ზეკაცზე, ზეკაცობა ეს არის სწორედ მარადიული დაბრუნება. ანუ ზეკაცი თავის თავში ახდენს იმ სპირალური, ასე ვთქვათ, შემეცნების პროცესის წარმოებას და ის მარადიულად უბრუნდება თავის თვით შემეცნების პროცესში, ეს ერთი. ამავდროულად ზეკაცი ავლენს ძალაუფლების ნებას არაპოლიტიკური, არაზებუნებრივი ფორმებით, არამედ შემეცნებითი ფორმებით. ის უპირისპირდება კუნძულებზე შექმნილ ღირებულებებს, ასე ვთქვათ. და უყვაგდებს მათ. ამხელს აკრიტიკებს, შეიმეცნებს, შეისწავლის და ამის შემდგომ ის უკვე მიდის იმ დასკვნამდე, რომ ის უნდა უყვაგდოს ეს ყველაფერი. აი ეს არის თავისთავად ზეკაცობა, მაგრამ ესეთ განსაკუთრებული არაფერი არ არის, ხო? ნუ სამწუხაროდ მე ეხლა ესეთი ნიჩეს სტილიდან გამომდინარე, მე ვის როგორ დაჭირდა მიაწერეს რომ ეს ლიბერმენში გინდა თუ არა ვიღაცა პოლიტიკური ბელადიაო, ან მე ამერიკული სუპერმენების გაჩნდა და სპაიდერმენებიც, ხო? ზებუნება არ ამთან შევტო, ეს არის ჩვეულებრივი. ანუ ზეკაცი მიწის აზრია, ზინდერ ერდე. აი ეს, ანუ მიწის აზრი არის სწორედ ის, რომ ზეკაცის ტიპის, ანუ ეს არის ადამიანის ტიპი, ბავშვი, რომელიც არის მუდმივად დაპირისპირებული თავის ეპოქასთან და თავის ეპოქის ფარისევლობასთან და იდეოლოგიასთან. ეს არის და ეს მეტი არაფერი განსაკუთრებული. და ის და მისი დაპირისპირების ბუნება არის ძალაუფლების ნება. ის ავლენს ძალაუფლების ნებას, როგორც რაც არის შემეცნების პროცესი. მეტი არაფერი. ამ კუნძულებზე ის ხდება ვის? პრისტერ, ანუ მუდლებს, ტარანტულებში კიდევ ერთი ზოოლოგიური ეს ასე ვთქვათ სიმბოლიკა ტარანტულებში ის გულისხმობს ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობების და პარტიების წარმომადგენლებს, ხო, რომლებიც რაღაცა ისეთ პოლიტიკურ დანაპირებას ანუ ეს არის ესე იგი მე ესეთი აქტუალური ტექსტი არა არ გონი ცინიზმის პიკი
არის მე მიტლაიდინგენ თანამგზნობელნი, ასე ვთქვათ, რომელიც არიან აი ესეთი პოლიტიკური ფარისევები, არიან Tugendhaften, ანუ სიკვდილით ახსენლი და ისინი წარმოადგენენ აი ამ რაღაცა ვითომდაც ფარისეულად ჰუმანისტური იდეების მატარებელ, ასე ვთქვათ, იდეოლოგიებს და ასევე Die berühmten Weisen, სახელგანთქმული ბრძენი. აქ იგულისხმებიან ნიჩე აქ ყველაში გულისხმობს თავის თანამედროვე აი ამ სხვადასხვა ინსტიტუციის და იდეოლოგიის და პოლიტიკური თუ კულტურულ ფიგურებს. Ცნობილი ბრძენი ეს არის მისი თანამედროვე პოზიტივისტი მეცნიერები ან ფილოსოფოსები და ასე შემდეგ. და მათ უქადაგებს ზეკაცის შესახებ. და ის ცდილობს რომ აქ არის ნახსენების სწორედ ძალიან სიმპტომატური სიტყვა და მნიშვნელოვანი Vorstellungen, ანუ წარმოდგენები. ანუ საუბარია წარმოდგენებზე, წმინდად თეორიულ, ლოგიკურ, სპეკულატურ წარმოდგენებზე, ადამიანზე, ღმერთზე, მომავალზე, ასე შემდეგ, რომელიც იქმნება აი ამ შეზღუდული კუნძულების, ასე ვთქვათ, სივრცეში. ანუ წმინდად ეს თეორიული განაზრებებია. მაგრამ ისინი საფრთხე შეიცავენ ზარათუსტრას და ნიჩეს მიხედვით, იმდენად, რამდენადაც ეს კუნძულებზე წარმოქმნილი, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ანუ წმინდა სპეკულატურ სივრცეში დაბადებული იდეოლოგიური წარმოდგენები წარმოადგენენ საფრთხეს წმინდა ჰუმანური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისინი არიან ასევე ისინიც არიან ძალაუფლების ნების განტარებელი. ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ გაგებით ძალაუფლების ნების, პოლიტიკური ძალაუფლების ნების განტარებელი არიან. მაგრამ ხალხი ახლა ეს ხალხებაც ისე დარჩება მათთვის და აქ ზარათუსტრას ეძალება სწორედ ეს ეგზისტენციალური კითხვები და მას იპყრობს სასოწარკვეთა ეჭვი, მაგრამ აი აქ ეს სწორედ ეს ძალიან კარგადაა დანახული ასეთი ტიპის შემეცნებელი სუბიექტის, როგორც ზარათუსტრა ფსიქოლოგია, რომ ეს არ არის რაღაცა ესეთი ძალიან არ მიყვარს თქმა, მაგრამ ვიქცი ჯანდაბას იავარდით მოფენილი გზა, ეს ფილოსოფიური გზა, ის არის საკუთარი თავის გამოწვევა და მუდმივი ეჭვის სკეპსისი და სასოწარკვე. ამიტომაც ამბობს, რომ ეს გზა არ არის ყველასთვის. ნიჩემ თავის ცნობილ ქვესახეობაში. და ზარათუსტრასაც იპყრობს ეჭვები, არა? ანუ ზარათუსტრას რაღაცა ღირებულებები გადააფასა და რაღაცა თვითონ შეიქმნა თავისი წარმოდგენები, მასში ეპარება ეჭვი და ეს ეჭვი მასში იწვევს ტკივილს და დარდს. მაგრამ ამ დარდიდან გამოიყვანს მას ახალი იდეა და აქ მოძის მას იდეა სწორედ ძალაუფლების ნების შესახებ. და ძალაუფლების ნება ეს იდეა მას გამოიყვანს ამ სასოწარკვეთიდან და ნიშნავს სწორედ რაზო. ის დასკვანს გააკეთებს, რომ მისი როგორც ფილოსოფოსის და სუბიექტის თავისუფლების და ასე ვთქვათ, არსებობის ღირებულება მდგომარეობს სწორედ დაპირისპირებაში აი იმ იდეოლოგიურ ტრადიციულ კონსტრუქტებთან და ფიგურებთან. მათ შორის პოეტებს ახსენებს და როგორც კომენტატორები ამბობენ. გოეთეს გულისხმობს ნიჩე, ანუ ვისაც უნდა დაუპირისპირდეს, ამ დიშტერ, ანუ ეს პოეტები, რომლებიც არის თავიანთ ჰუმანისტურ პოეზიაში გადაგებენ ჰუმანიზმის იდეებს, მაგრამ ეს ჰუმანიზმის იდეები არ მუშაობს მოცემულ მოდერნისტულ მდგომარეობაში. არიან დაპირისპირების საგანია გელერთენ, სწავლულები, მეცნიერები, ასევე ეს ეგრეთ წოდებული რაინ ერქენენდენ, მე ესე ვთარგმნე, როგორც სიტყვასიტყვით ესე იყოს, წმინდა შემეცნებლები. და წმინდა შემეცნებლები არიან სწორედ იმ ტიპის ფილოსოფოსები, როგორც არიან კანტი და ჰეგელი. ანუ წმინდა თეორეტიკოსი, მეტაფიზიკოსი, ფილოსოფოსები. ამათ უპირისპირდება ეს. ასევე უპირისპირდება ამ ეს ხალხი არის ყველა კუნძულებზე. ვინმე წინასწარმეტყველს ვარზაგერ და ეს არის სწორედ შოპენჰაუერი თავის პესიმიზმით. ასევე ეს ვარზაგერი ანუ წინა მოხსენებული როგორც სიკვდილის მქადაგებელი. Prediger des Todes. და ამაში ამ ფიგურაში შოპენჰაუერი გულისხმობს. ნუ თავისი ფილოსოფიის სპეციფიკიდან გამომდინარე. რომელიც მართლაც ასე ვთქვათ, პრინციპში ნიჰილისტურია. ყოველ შემთხვევაში ზარათუსტრას ასებიაში. იმდენად რამდენად და შოპენჰაუერის ფილოსოფია მიწას და ცხოვრებას და სიცოცხლეზე უარს ამბობს და უარყოფს. ანუ პოტენციაში მოცემულ ნებელობას კლავს თავის თავში. და გადადის იმ ნირვანაში. შოპენჰაუერის ფილოსოფიისთვის რაც არ დამახასიათებელია. მე არის საინტერესო მომენტი. რომ ზარათუსტრა სამი დღეღამე მარხულობს. ეს მარხვაც ნუ ასვამს არ ჭამს, მაგრამ ეს არის შემეცნებით ფილოსოფიური მარხვა.
დუმილის აღთქმა დადებული, შემდეგ იძინებს და მერე სიზმარეებს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ფიგურები, რიტოს სიტუაციის მეტაფორებია, თქვათ შემეცნებითი მდგომარეობის. მთელი ეს თქვათ საფეხურები. და ამ სიზმარში მას აქვს ესეთი ჩვენება, რომ ეს სადღაც ჯოჯოხეთად ჩადის. და ეს არის თავისებური გარდასახვა ამ სიზმრის მერე ზარათუსტრა იღვიძებს ასე ვთქვათ განმტკიცებული წმენაში, თავის ფილოსოფიურ წმენაში და სიცოცხლის გამოვიყენებთ ქართული ფილოსოფიური ტერმინია ჰოყოფა, ასე ვთქვათ, იაზაგენ ეს პირდაპირ ქართულ გერმანულიდან გაგებული, ამ თუ არის უარყოფა, არის ასევე მოიგონეთ ჩვენმა ფილოსოფოსებმა ჰოყოფა. ეს ტერმინი გამოვიყენა. ანუ ეს გერმანული სიტყვა იაზაგენ, ანუ ია ხო და ზაგენ თქმა, ხოს თქმა სიცოცხლისადმი. ხოს თქმა სიცოცხლისადმი ნიშნავს სწორედ ასეთი ტიპის სიცოცხლისადმი, ანუ შემოქმედებითი ფილოსოფიური სიცოცხლისადმი. შემდგომ აქეთ საინტერესო დეტალია, სანამ კუნძულებს დატოვებს და კუნძულებს ტოვებს ზარათუსტრა წმენით ახსენე, ის დარწმუნდა რომ მის სწორგზას ადგას. რომ მან თვითონ და შექმნას თავისი პირადი ღირებულებები და დაუპირისპირდეს და უკუაგდოს აქამდე არსებული ტრადიციული ღირებულებები. აქაც ძალიან კარგი საინტერესო ეპიზოდია, როდესაც იქ კუნძულზე მთაზე ადის ზარათუსტრა და იქ ისევ შეიპყრობს სასოწარკვეთა და თავისი ახლობლები მოენატრება. დედა მოენატრება. სახლი თავის და ტილს იწევს. არა, მე ბრაზდება თავის-თავზე რომ აი რაღაცა თავის-თავის შეეცოდა, მე ბრაზდება ამას. ასე, ну, აი ეს ძალიან კარგი ფსიქოლოგია, კარგად არის განახილებს. შემდგომ უკვე ბრუნდება კუნძულებიდან ჩვენი ზარათუსტრა და მესამეჯერ ადის თავის მთაზე, ესე იგი თავის წიაღშია, თავის თვითშემეცნების წიაღშია. შემდგომ მაგრამ ამჯერად უკვე ქალაქებს გაივლის და შემდგომ ადის თავის მთაზე. და აქ ისევ უკვე ზარათუსტრა ისევ ამხელს იმ აი კაც სიტყვა Mittelmäßigkeit. Mittelmäßigkeit, ანუ საშუალოება. ანუ საშუალოება ასე ვთქვათ ღირებულებების თვალსაზრისით, საკუთარი ცხოვრებასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, რაც ახასიათებს იმ ეგრეთ წოდებულ მასას. Herdenmensch, რასაც თვითონ ზარათუსტრა უწოდებს ამაში. რომელსაც აქვს აი მისი ღირებულებების თვალსაზრისით შემოიფარგლება kleine Tugenden, პატარა სიკველეები და სათნოება. ეს პატარა სიკველეები და სათნოებანი უკავშირდება წმინდა ვიწრო საკუთარ პირად ბიურგერულ მერკანტილურ ასე ვთქვათ ცხოვრებას, როდესაც ასე ღრმა საკითხები და კითხვების დასმა არ ხდება. და აი აქ არის სწორედ რომ როდესაც ზარათუსტრა თავის მოსწავლეებს კარგავს საბოლოო ჯამში. რომ ისინი გათქვეფილნი არიან აი სწორედ იმ საშუალოებაში, Mittelmäßigkeit. და მე თქვი ზემოდან კიდევ გავიმეორებ, აი ეს პოტენციურად, აი ეს ამ ტიპის საზოგადოება, ის საზოგადოება, სადაც შესაძლებელია დაიბადოს ზალადობა და სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ეს პოლიტიკური, იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, თავის მასშტაბებს, თავის სრულ მასშტაბებში და ამის მომსწრენი ჩვენ ვარ სწორედ აი ტოტალიტარული სახელმწიფოების სახით, რაც თავისთავად არის ეს მოდერნიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. შემდგომ მოგაცრავთ ერთი დიახ. თქვენ რომ ჯადოსნური საშლელი მოხდეთ, წაშლით საზღვრებს. რა საზღვრებს? თქვენებს შორის საზღვრებს. ეს რა ჯადოს და ეს რა შოშია მომიყოლია, უბრალოდ გეკითხე. ხო, მაგრამ ეს შეკითხვა ხო შეიძლება მე რომ დავიწყოთ მოხსენებია. ეხლა რომ დაგიშვით? ეხლა ვერ გიპასუხებ ამაზე. ჩვენ წარკითხია. ხალხს აი იმეს რომ მოხდეთ. ეს თუ შეიძლება ბოლოს გაგცეთ პასუხს, რა ვიცი ეხლა. რა პასუხი უნდა გაგცეთ ეხლა? ჯადოსნური საშლელი და საზღვრები არა. ეხლა არ ვიცი თქვენ რა პასუხი უნდა გაგცეთ. მე ვერაფერს ვერ გაგცეთ. რომ კითხვას იმითავს ვსვავ, რომ პასუხი მე ვერაფერს ვერ გაგცეთ ამ კითხვაზე. ჩემი პასუხი
ნიჩე წაშლილი, თქვენ ვერ წაშლით. ნიჩე იმიტომაც არის ნიჩე, მაგრამ ეს სხვა საკითხია და მე არ ვარ ნიჩე, მაგრამ თქვენ სხვა პლანი. მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ გამოცეს, რაც ნიჩემ თქვა. და მაშინ რა ქვია, ჩემი პასუხი იქნება არა. შენ ნიჩე ხარ? გავაგზავნოთ ახლა ჩვენ. გავუბრუნდეთ ჩვენ საკითხს. ანუ მოგლეთ. აი რა ქვია. მესამეჯერ არის ჩვენი ზარათუსტრა მოგლეთ ფაზე. ოღონდ მან გაიარა ამ შემთხვევაში და ამხილა ისევ და ისევ ეს საშუალოება ვითელ მესიჰკაით, რომელიც არის თავისი ბუნებით არაჰუმანური და დეჰუმანური, რომელიც თავში პოტენციურად და საინტერესო ის არის, მე რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას. აი მსრობელ წერილში რომლის სათაურიც გამოვიტანე ჩვენი კურსია თუ რაც არის ციკლისთვის, ნიჩეს ფილოსოფია ჩვენი გამოცდილების ფონზე. აი თომას მანი რატომღაც ნიჩეს ბრალად დებს, რომ საყვედურობს, რომ აი მისი ფილოსოფია არაპრაგმატულიაო, იმდენად რამდენადაც ის არ ითვალისწინებსო პოლიტიკის, ანუ არ მოერგება და არ ითვალისწინებს იმ პოლიტიკის გამოწვევებს. მაგრამ ამის საპირისპირო ფაქტიურად თვითონ იმას ზარათუსტრას ტექსტში. იმდენად რამდენადაც ნიჩე ამხელს იმ საზოგადოებას, სადაც შემდგომ უკვე ადვილად აი ეს მითელმესიჰკაით, აი ტიპის საზოგადოებისა, სადაც ადვილად მოხდა იმ ეგრეთ წოდებული ტოტალიტარული იდეების გავრცელება ფაშიზმის სახით. ამ თვალსაზრისით, აი ზარათუსტრას ტექსტი სწორედ ამიტომ არის საინტერესო, რომ იქ არის მხილება სწორედ აი იმ ტიპის გულგრილი საზოგადოების, დეჰუმანიზებული საზოგადოების და მე ვფიქრობ, რომ თომას მანი ცდება ამ შემთხვევაში, როდესაც თქვა ის რატომღაც აი ხრი მოვიტან იმას ეხლა ის ციტატა ნახო. საზურები ხო არ იშლება. დაიწყო საზურების. აიდე ხა ეს. რომ მისი als პირდაპირ დევს ბრალად რომ მისი sein denken ist absolute Genialität und unpragmatisch zum Äußersten. ანუ ნიჩეს აი ეს აზროვნებაო არაპრაგმატულიაო, ანუ ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ ნიჩეს ან და გენიალურიო, ანუ ეს არის რაღაცა სტიქიური იდეების მიმოსვლა და ასე ვთქვათ იგი როგორც აი ფილოსოფია რომელიც არის მორგებული და რომელმაც შეიძლება აღზარდოს ადამიანი ჰუმანისტად თქვა. ამდენად ის არის არაპრაგმატული თომას მანის მიხედვით, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ზარათუსტრაში სწორედ ამის საპირისპირო, ანუ ის პათოსი, რომელი პათოსითაც თქვა ნიჩე ამხელს აი ამ საშუალოებას, აი ამ უკანასკნელ ადამიანს, ის სწორედ აი ამ პათოსით იჩენს ნიჩეს ფილოსოფიამ ეგრეთ წოდებულ აი სამოქალაქო შეგნებას, აი დღეს როგორც ამას უწუნებს თომას მანი სწორედ ნიჩეს ფილოსოფიას, რომ ეს სამოქალაქო შეგნების ამაღლებისთვის ვერ გამოგვადგებაო მოცემულ სიტუაციაში. არა და მე ვფიქრობ და მე მიკვირს თომას მანისგან იგი იყო თავისი ეპოქის ერთ-ერთი ექსპერტი ნიჩეს ახალგაზრდობიდან გარდაცვალებამდე ის მუდამ ნიჩეს კითხულობდა და შეისწავლიდა. ესე იგი რაღაცას აძლევდა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აი თომას მანის პრაგმატიკოსია, სადღაც შეიძლება მართალიც არის, მაგრამ ეს არის 1947 წელი, გერმანია ნულოვან მდგომარეობაში იმყოფება და მან თომას მანი გზნობს იმასაც, რომ ნიჩეს სახელი გატეხილი აქვს ამ მომენტისათვის, ხო, იმიტომ რომ მთელმა მსოფლიომ ნიჩეს სახელი ფაშიზმს დაუკავშირა. და ალბათ ეს მომენტიც არის ალბათ თომას მანთან გათვალისწინებული, რომ ჩვენ დღეს ნიჩე არ გამოგვადგება სწორედ აი ამ სამოქალაქო შეგნების ამაღლების, აი ამ პრაგმატული მიზნისათვის, ალბათ ეს არის. და მე სწორედ ამასაც ამბობს, რომ ასე დასვენს აკეთებს, რომ in mehr als einem Sinn ist Nietzsche historisch geworden. ანუ ნიჩე უკვე ისტორიული გახდაო, ანუ ნიჩე უკვე ისტორიის კუთვნილებაო, ასე დასვენს აკეთებს შემდგომ თომას მანი. ეს პოზიტიურ პლანშია. არა, ნეგატიურ პლანში. ანუ ის უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ანუ ჩვენ უკვე ბატონო? დამარხა ფაქტიურად. არა, არ დაუმარხავს, მაგრამ ამას პრინციპში თომას მანი ისტორიის კუთვნილება რო გახდე რაღაცა უნდა იყო.
ამ თვალსაზრისით კი, მაგრამ აი გერმანიის ნულოვან ვითარებაში ჩვენ უკვე ნიჩე აი ამ პერსპექტივაში მას ყველაფერი ის ნიჩეს და მანიც უნდა ეპოქალურ კონტექსტში. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ამბობს რომ დამღუპველია თუ თომას მან. კი, ეს აი სწორედ ამავე წერილშია, თქვათ იგივე თქვათ, რაღაც ამბივალენტურია ამ წერილში, თომას მანისთვის ნიჩე მნიშვნელოვანი სულიერი შემეცნების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ამ მომენტშიც კი, მაგრამ თომას მანი თვითონ როგორც მოაზროვნე პრაგმატულად იქცევა, იმიტომ რომ ამ დაქცეულ გერმანია ვიზე უნდა აიღოს ორიენტაცია. თომას მანი ისევ ტრადიციულ ფიგურებს უბრუნდება, გოეთეს და შილერს უბრუნდება. კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციას არ ესადაგებოდა. არ ხო გუნებრივი მონანიება და თან ეს დააკვავ გერმანელებს სოლვიშ. კი, რემბესია ხო. მაგეთ ეტაპზე არ ჭირდება. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა. მე უცებ დაიჭირდებოდა ეს. ამ თვალსაზრისით, ახლა დღეს უკვე ხა ისეთ სიტუაცია, ყოველი მეორე გერმანიაში ნიშეზე იცავს იმას დისერტაციას, უკვე ისეთ სიტუაცია. ხო და ანუ უბრალოდ ეს კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც თომას მანი ამას ამბობს, რომ არ ამგონია თომას მანს ეს აცოდნოდა, იმიტომ რომ თვითონ საბუქალოკო თუ მაინდამაინც ნიჩეს განვიხილავთ, როგორც თქვათ, აი ესეთ, წყალებში ეგრეთ წოდებულ ჰუმანისტ ფილოსოფოსად, რომელიც თქვათ, განმანათლებლური ტიპის ფილოსოფოსია და სამოქალაქო შეგნებას ამბობს. ესეც არის აგდა ეს სწორედ ზარათუსტრაშია, იმიტომ რომ აი ვიმეორებ ეს გულგრილი და არახუმანური ბიურგერობა არის სწორედ ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ადვილად ხდება ტოტალიტარული იდეების, ასე ვთქვათ, დღეს რო ვყვარს იმპლემენტაცია. ხო და ნიჩე სწორედ აი ამ ცნობიერებს ამ კონდიციას ამხელს. მაგრამ ნუ მას არავინ დაუსმენს და ის მოსწავლეებსაც კარგავს. მესამეჯერ ასვლა მთაზე და აქ უკვე ნიჩე მიდის დასკვნამდე და ისაუბრობს სამ ბოროტეულ ვნებაზე, რაც ახასიათებს აი ამ საზოგადოებას და მათ ასე ვთქვათ სრულ წინასწარმეტყველებს. ეს სამი მომაკვდინებელი ცოდვა არის ესე იგი ვოლუსტ, ანუ ნეტარება და ტკბობა, სწორედ აი ასე ვთქვათ წარმავალი საგნებით ეს შეიძლება იყოს ვერცხლის მოყვარეობა, ან გართობა, ასე შემდგომ ტიპის მდგომარეობა. ეს არის ბატონობის მოყვარეობა, ამ ჰერშზუხტ, რაც ახასიათებს ამ საზოგადოებას და ეს არის თავის მოყვარეობა, არა თავმოყვარეობა, არამედ თავის-თავზე შეყვარებულობა. ზელბსზუხტ. ვიშა რა ხდება საზღვრები გადაიქთუ მცოცავი ის არის. და აი აქ მესამეჯერ როდესაც ადის მთაზე, აქ უჩნდება მას აი სწორედ ის ცნობილი იდეა ერთი და იმავეს მარადიულ დაბრუნების შესახებ. ანუ ეს ერთი და იმავეს მარადიულ დაბრუნება ჩვენ ზარათუსტრას ტექსტიდან გათვალისწინებით შეგვიძლია სხვადასხვა სიმწყეზე განვიხილოთ. ესე იგი, ერთი და იგივე მარადიული დაბრუნება წმინდა თვითშემეცნების სიმწყეზე ნიშნავს. ეს არის მუდმივი თვითშემეცნების პროცესი, სადაც მუდმივად ხდება ღირებულებების გადაფასება და ეგრეთ წოდებული ტრადიციული ღირებულებების უკუგდება და მათი კრიტიკა და მხილება. ეს ერთი და იგივე და შემდგომ ერთი და იმავეს მარადიულ დაბრუნება ონტოლოგიურ დონეზე, ანუ ყოფიერების დონეზე, ნიშნავს იმას, რომ ზარათუსტრა მიდის დასკვნამდე, რომ სამყაროს საფუძველი არის ეგრეთ წოდებული ნება, ანუ ვილე, არა გონი თქვათ, გაისტ, როგორც თქვათ, არა ლოგოსი თქვათ, როგორც ქრისტიანობაში, ან ჰეგელთან როგორც არის გონი, ან კანტთან როგორც არის, ანუ სამყაროს საწყისი, ხო? ან თქვათ, როგორც არის. ან განმართლებლობაში როგორც არის, თქვათ, სამყაროს საწყისი, როგორც მეტაფიზიკური, ისე ფიზიკური სამყაროს საწყისი, როგორც თქვათ, ღმერთის მიერ ჩადებული, ასე ვთქვათ, კანონზომიერი, ასე ვთქვათ, სამყარო როგორც ესეთი მექანიზმი, რომელიც მუშაობს ну, ასე ვთქვათ, შვეიცარიულ საათით, როგორც ვთქვათ, იყო განმართლებლობაში, რა ვთქვათ, სამყარო საფუძველი არის გონება, გააზრებული ჩანაფიქრი რაღაც. მაგრამ ნიჩე ამას ყველაფერს უარყოფს და ის ამბობს, რომ სამყარო არის სამყაროს საწყისი და საფუძველი არის ნება, der Wille, რომელიც არის რომელსაც არის დასაბამიანი და არის დასასრული. ეს არის აპრიორული მოცემულობა უკვე ნიშნავს. და ეს ნება, როგორც ასეთი, სამყაროში და ყოფიერებაში და ისტორიულ პროცესში ვლინდება სხვადასხვა ფორმებით.
ბუნებაში ვლინდება თავისი მუდმივი წარმომქმნელი და გამანადგურებელი, ასე ვთქვათ, ფორმებით, როგორც ნიჩე ამბობს, erscheint ჩნდება როგორც wie im größten als im kleinsten, ანუ დიდი ფორმითაც და მცირე ფორმითაც ჩნდება ეს ნებელობა სამყაროში და აი ეს ნება, ასე ვთქვათ, ასევე ვლინდება მარადიულად აი ამ საშუალოებაში. აი ამ უკანასკნელი ადამიანის არსებობაშიც. ანუ ეს არის მუდმივი კონდიცია, როდესაც ერთი და იგივე ფორმები, ერთი და იგივე ენერგიები, ერთი და იგივე ცნობიერების მდგომარეობა, თქვა ისტორიულ პოლიტიკურ პროცესში, სულ მუდმივად